ქაოტური წლები, მუდმივი ძიება და კითხვები საკუთარ თავთან. სირთულეებით სავსე გზა, სადაც უკან დახევა არც ერთ ეტაპზე არ განიხილებოდა. გიყვებით გოგოზე, რომელმაც ქაოსში საკუთარი გზა იპოვა და შრომა წარმეტებად აქცია. მე ვარ მზეო მარიამ გორგაძე, 18 წლის, ჩავირიცხე ევროპის 12 უნივერსიტეტში და აქედან ავარჩიე კათოლიკურ უნივერსიტეტში ლოივენი, კონკრეტულად ეს მდებარეობს ბელგიაში, ბრიუსელში. ძალიან ბევრი წამოწიკება მქონდა ჩემ თავის მხრივ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ აქტივობებს ვაგროვებდი, მაინც მქონდა ჩემ თავში, რომ იქნებ ვერ შევძლო და იქნებ დაუშვათ ამ უნივერსიტეტმა არ მივიღოს და საერთოდ მგონი ჯობია, რომ უკვე სხვა რაღაცაზე ვიფიქრო. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ვაგზავნიდი და მაინც მეუბნებოდი ჩემ თავს, რომ აქამდე მოვედი და მოდი ესე გავაგრძელოთ და ბოლოს მივახციე კიდეც. ყველაფერი, რაც შევიცნე, ესე რომ ვთქვათ, იყო სკოლის დამსახურებით. მომზადება ნამდვილად არ მქონია არაფერში და ჯერაც აქამდე ისე მოვედი, რომ არაფერში არ დამჭირვებია. ევროპის რამდენიმე ქვეყანა, არაერთი უნივერსიტეტი და ერთი საბოლოო არჩევანი. მრავალწლიანი შრომის შედეგი, რომელიც დღეს რეალობად იქცა. გზა საქართველოდან ევროპამდე, უკვე შერჩეული მიმართულებით. რა უნივერსიტეტზე შევჯერდი, ეს უნივერსიტეტი უკვე არსებობს 600 წელია და საკმაოდ პრესტიჟული და განსაკუთრებული უნივერსიტეტია ჩემთვის. მე ჩავაბარე ბიზნეს ადმინისტრირებაზე, იმიტომ რომ ამის სურვილი გამიჩნდა უფრო მე-7 კლასიდან დაინტერესებული ვიყავ ბიზნესით. მართალია იმის მერე ხშირად შევიცვალე პროფესია, მაგრამ ბოლოს მაინც ამაზე შევჯერდი. ძალზე რთული იყო არჩევა იმის მხრივ, რომ რა თქმა უნდა პრიორიტეტებში მქონდა, მაგრამ მაინც რომ ეს დაფინანსებები რომ მოდიოდა და თან ეს ჩარიცხები უფრო და უფრო მშვენიერი შეგრძნება იყო და ნელ-ნელა, როდესაც უკვე შევჯერდი ჩემს არჩევანზე, ძალიან გახარებული ვიყავი და ისე ველი, რომ კარგად წამივა, ესე ვთქვათ, ყველაფერი. ბევრი საგნით ვიყავი მანამდე დაინტერესებული და ბევრი ჰობიც მაქვს. და ერთ-ერთი არის ხატვა, რომელიც ალბათ დავიწყე სადღაც 3 წლის რო ვიყავი და იმის მერე სულ ხატავდი. მიყვარს პერსონაჟების ხატვა ზოგადად, ნებისმიერი რაღაცის ან ადამიანების უფრო ფოტოებიდან ვხატავ ხოლმე, ან საერთოდ ადრე ვიხატავდი, ხა მე თვითონ ხატავ. გადავერთე ასევე ტაბლეტზეც ვხატავ და უმეტესად მიყვარს ეს შეგრძნება, რომ ფანქარს როდესაც ვაწვევოდი და უშუალოდ გაკვეთილზე თუნდაც თან რო ვუსმენდი და თან პატარა ჩანახატებს რო ვაკეთებდი, ამით მე თვითონაც მე უფრო კარგად აღვიქავდი საყვარელს. ასევე ბებიაჩემის სურვილი იყო, რომ ეს ინსტრუმენტი პიანინო შემესწავლა, გავიარე 6 წლები. ამის შემდეგ თავი არ დამინებებია და უკვე მე თვითონ დავიწყე ჩემით დაკვრა მარტო სახლში და ამან გამივითარა ანუ სმენა ასე რომ ვთქვათ და ეხა უმეტესად რა სიმღერასაც ან მუსიკას მოვისმენ ხოლმე იმას მე ვუკრავ ჩვეულებრივ პიანინოზეც. ახლა დავიწყე ბოლო 2 წელია თუ არ ვცდები უკვე გიტარას ვსწავლობ, იქაც ჯერჯერობით კარგად მივდივარ. ასევე მიყვარდა ბოქსში შევედი ცოტა ხანი და ამის შემდეგ კიდე ცურვაზე დავდიოდი. თუმცა ამ ჰობების რაოდენობის მიუხედავად ადამიანს შეუძლია რომ ნებისმიერ დროს გამონახოს თავისი სურვილისთვის დრო ან ჰობისთვის თუნდაც და ესე რომ ვთქვათ სწავლასთან შეუთავსოს ეს თავისი რაღაც გატაცება და დრო გამოყოს ამისთვის. იქნება ძალიან ბევრი დაბრკოლება, მაგრამ ამის მიუხედავად არ უნდა დანებდნენ, იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი შეფერხება იყოს და რაც არ უნდა რთული გზა უნდა გაიარონ, მაინც არ უნდა შეჩერდნენ და თქვან რომ მოდი დავანებოთ თავი. ყველაფერი, ანუ შრომა ფასდება, ყველაფერი კარგად იქნება და ნამდვილად თუ მე შევძელი, ისინიც შეძლებენ. პირველ რიგში რომ ეს არის ახალი ეტაპი ჩემთვის და ესე რომ ვთქვათ ახალ ცხოვრებას ვიწყებ. და მოვოდინები მაქვს დიდი იმის მხრივ, რომ ჯერ გარემო იქნება სხვანაირი, სხვა ქვეყანაში მოხვდები და სულ მთლიანად დამოუკიდებლად უკვე ვიწყებ ცხოვრებას და ასე ვთქვათ აზროვნებასაც კი. და იქ შევხვდები სხვადასხვა ეროვნების ხალხს, ასევე გავიცნობ სხვა ქვეყნის კულტურას და ძალიან გახარებული ვარ, რომ ამის შანსი მომეცა მე. მიზანი ყოველთვის ამართლებს და მზეო მარიამ გორგაძე ახლა უკვე ევროპისკენ მიემართება, ოცნებებისა და საკუთარი ისტორიის ახალ ფურცელზე დასაწერად.